ფოთოლაკ ირვალიძე მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ყოფილი კომისარიატის შენობაში ცხოვრობს. აქ საცხოვრებლად იგი გასული წლის ნოემბრის თვეში გადმოვიდა. მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში უკანონოდ შესახლება გაჭირვების გამო გადაწყვიტა. ახლა კი მათ გამოსახლებას უცნობი პირები ცდილობენ. დიასახლის ის თქმით, როგორც განუმარტეს, ისინი ვეტერანთა ორგანიზაციიდან იყვნენ და კომისარიატის ყოფილ შენობაში ვეტერანებისთვის სამედიცინო დაწესებულების გახსნას აპირებენ. ამისათვის კი მათ ორი ოთახის დათმობა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციით დაემუქრნენ. მოვიდნენ ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ არიან ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე თუ მისი მოადგილე არ ვიცი და ესე იგი უნდა დავთმოთ ორი ოთახი, გზის პირას ორი ოთახი უნდა დავთმოთ, თუ დავთმობთ ესე იგი ამ ორ ოთახს, არავინ არ შეგვეხება, არავინ არ გამოგვაგდებს, თუ ამ ორ ოთახს არ დავთმობთ, მოვა მილიცია და მილიცია გაგურეკავს. ორი ოთახი გვიკავია ჯერ სულ ყველას ჯერ ეს ერთი ორ ოთახი. ესე იგი ერთი ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. ესე იგი ერთი ოჯახი უნდა წავიდეს და დაუთმოს მაგათ და სად წავიდეთ? ფოთოლაკ ირვალიძის გარდა ყოფილი კომისარიატის შენობაში კიდევ 3 ოჯახი ცხოვრობს. ისინი აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. 4-დან 2 სოციალურად დაუცველი სტატუსით სარგებლობს. საცხოვრებლად აღნიშნულ შენობაში პირველად მაია ლაცაბიძე შევიდა. იგი არ უარყოფს, რომ აქ უკანონოდ იმყოფება, თუმცა აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი ვერ ნახა. 4-ვე ოჯახი კომისარიატის ყოფილ შენობაშიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მინდა რომ დაგვეხმაროთ, გვიშველეთ რაღაცა ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ ხმა, თუ სადმე შეიძლება მოგცენ ეს ორი ოთახი, რომ სად წავიდეთ ეს ბავშვები, სად წავიყვანოთ. წასასვლელი რომ მქონდეს, აქ ხო არ ვიქნებოდით. არაფერი არ გაგვაჩნია, ბავშვიც ამათ ამყავს, ამ ტუალეტის წყლისმით. ნაწლავების ინფექცია აქვს, არც დახმარება, არც წამალი. ჩვენ ვართ ადგენი და წამოშვებით სოფელ ფხეროდან. 12 წელია წამოსული ვართ, ცხოვრობთ ქირით ახალციხეში. რა ვქნა, ადგენელი საქართველოში ცხოვრობთ. და არ გვეკუთვნის არაფერი, კაცო, ჩვენ ქართველებს. თუ უფრო სხვა ერს უფრო ეკუთვნის და უპირატესობას აძლევენ ამ საქართველოში. ვეტერანთა ორგანიზაციის წევრებმა კომისარიატის შენობა უკვე მეორედ მოინახულეს. ბოლოს სტუმრობისას ეკოს გადამღების ჯგუფის დანახვისას მათ შენობას სასწრაფოდ დატოვეს. თვითონ მოვა ის თუნდა პასუხს. უკაცრავად ერთი წუთი შეგიძლია დაიცადოთ? კომისარიატის შენობაში ოჯახების შესვლის გამო მეზობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ თუკი ფართის უკანონოდ დაკავება შესაძლებელი იყო, შენობაში სხვების ნაცვლად თვითონ შევიდოდნენ. ისე რომ შესახდნენ, უნებართოდ ასე თუ იქნებოდა. აი შვილი მყავს 19 წლის. ომში ყავს მამა დაღუპული. არსად სახლი არა აქვს. რა არ შეიძლება მე შემეყვანა? არც ვიკადრე და არც არაფერი არ გამიკეთებია. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ კომისარიატის ყოფილი შენობა ამ დროისათვის სახელმწიფოს ბალანსია და მისი განკარგვის უფლება მუნიციპალიტეტს არ აქვს. კომისარიატი 2011 წლის ბოლოს ადმინისტრაციულ შენობაში გადავიდა. ძველი ფართი კი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩა.